მოგესალმებით, მეგობრებო. გაგაცნობთ თუ როგორ უნდა ატვირთოთ სკოლის მიერ გაზიარებულ საქაღალდეში თქვენი მოსწავლების მიერ შესრულებული კომპლექსური დავალების შესაბამისი განმავითარებელი შეფასება კომენტარებით. ამ მიზნით გამოვიყენოთ ერთ-ერთი ბრაუზერი. ამ ბრაუზერით გადავიდეთ Teams-ის გვერდზე და ჩვენს ჯგუფში. სწორედ ამ ჯგუფში გაზიარებული გაქვთ თქვენ Excel-ის ის ფაილი, სადაც უნდა ატვირთოთ მოსწავლის მიერ შესრულებული ნაშრომის აღწერილობა, დასკვნა და კომენტარები. ჩამოვიწეროთ ეს Excel-ის ფაილი, ამ 3 წერტილის საშუალებით, დავაწყაბუნოთ მასზე, მოვძებნოთ ღილაკი, ჩამოწერის ღილაკი, რომელიც აღინიშნება ის არის ქვემოთ, დავაწყაბუნოთ მასზე და დაველოდოთ ჩამოწერას. იგივე დოკუმენტი თქვენ განთავსებული გაქვთ ფაილების ჩანართში. ჩვენი დოკუმენტი უკვე ჩამოიწერა, ვნახოთ საქაღალდეში, მოვნიშნოთ, დავიმახსოვროთ ეს დოკუმენტი, ჩამოწერილი დოკუმენტი და გადავიტანოთ იგი ჩვენი კომპიუტერის ეკრანზე. ახლა შევქმნათ იმ კლასის საქაღალდე, რომლის მოსწავლეებსაც ვაფასებთ. შევქმნათ საქაღალდე, დავაწეროთ სახელწოდება, მაგალითად მე-7 კლასი და ამ კლასში გადავიტანოთ ეს სწორედ Excel-ის ეს ფაილი. გადავიტანოთ იგი. რამდენი მოსწავლეც გყავთ, თითოეულზე უნდა შევქმნათ შესაბამისი Excel-ის ფაილი. მაგალითად, ეს პირველი, რომელიც გადავიტანე, დავაწერ ამას, შევცვლის სახელს, rename და დავაწერ თქვათ ლელა კაკაშვილი. დავაკოპირებ, რა თქმა უნდა. გავამრავლებ. მეორეს კიდევ შევუცვლის სახელს, მაგალითად დავაწერ თეკლა გეგელაშვილი. შემდეგ კიდევ შევცვლი კიდევ სახელს, მაგალითად ლიზი სვიანაძე. და ასე შემდეგ, რამდენი მოსწავლეც გვაქვს, იმდენი Excel-ის ფაილი უნდა გქონდეს. თქვენ, რა თქმა უნდა, თითოეული მოსწავლის ნაშრომი უკვე კარგად შეფასებული გექნებათ და შესაბამისი კომენტარების მონახაზიც გაკეთებული. რა თქმა უნდა, ამას ვაკეთებ იმ Word-ის ფაილში, რომელიც მე თქვენ ადრე გაგიზიარეთ. მაგალითად, ლელა კაკაშვილისათვის გაკეთებული ეს დოკუმენტი. სწორედ აქ უნდა ჩავწეროთ კლასი, სახელი და გვარი, მაგალითად ლელა კაკაშვილი, თემა, საკითხი, კომპლექსური დავალების პირობა, ნაშრომში ხაზგასასმელი წარმოსადგენი და აი ცხრილიც. ცხრილის მარცხენა მხარეზე მოცემული არის, აი ამ მარცხენა სვეტში ჩამოწერილია სოლო ტაქსონომიის დონეები, თავის შესაბამისი განმარტებით. შუა სვეტში თქვენ უნდა ჩაწეროთ აღწერილობა, თუ რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გააკეთეთ თქვენ ამის საფუძველზე, ხოლო მარჯვენა სვეტში კი თქვენი კომენტარი და რჩევა, ანუ განმავითარებელი შეფასება. თქვათ ლელა კაკაშვილისათვის მე უკვე მაქვს გაკეთებული ასეთი აღწერილობა, დასკვნა და კომენტარი. თქვათ ლელა კაკაშვილი გადის მიმართებით დონეზე და წერთ ასეთი ტიპის კომენტარს. ჯერ აღწერილობას. მოსწავლე საინტერესოდ და შემოქმედებითად გადმოსცემს თამარ მეფის შესახებ ინფორმაციას. მის თხზულებაში გამოკვეთილია ფაქტორები, რომლებიც თამარის ისტორიკოსის ტენდენციურობას განაპირობებს. კერძოდ ამბობს, რომ ისტორიკოსი მეფესთანაა დაახლოვებული. ის მალავს რიგ ფაქტორებს, მაგალითად გიორგი მესამის რეპრესიებს, რომლებიც წინ უძღოდა თამარის გამეფებას. თუმცა დავალებაში დაშვებულია შეცდომები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ მოსწავლეს ბოლომდე კარგად არ აქვს გააზრებული ეპოქა, რომელშიც თამარ მეფე ცხოვრობდა. მაგალითად ახსენებს თავადებს, ამბობს, რომ თამარე მე-11 საუკუნეში გამეფდა. როგორც ხედავთ, დავწერეთ
აღწერა მოსწავლის ნაშრომისა და დავწერეთ დასკვნაც. ახლა წავიკითხოთ კომენტარის რჩევები. შენ არაჩვეულებრივად გაართვი თავი დავალებას, შენს თხზულებაში გამოკვეთილია კრიტერიუმები. რა ფაქტორი განაპირობებს ეპოქის თანამედროვე ისტორიკოსის ტენდენციურობას, რა ნიუანსებში განსხვავდება ყურთლუ ასლანის დასის გამოსვლის შესახებ თქვენი და თქვენი მოწინააღმდეგე ისტორიკოსის მოსაზრებები ერთმანეთისაგან, რა არის განსხვავებული ინტერპრეტაციის არსებობის მიზეზი. თუმცა ნაკლებად ჩანს აქცენტი კრიტერიუმზე. კიდევ რა წყაროები არსებობს თამარ მეფის ეპოქის შესახებ, რამდენად სანდოა ისინი. იქნებ გეცადა დაგესახელებინა თამარ მეფის ეპოქის ამსახველი სხვა წყაროები, რომლებიც უფრო შენი ამბობის სასარგებლოდ მეტყველებენ. ყურადღება გაამახვილე ასევე ფაქტობრივ შეცდომებზე, მაგალითად თავადები, სათავადოები ჯერ კიდევ არ არსებობდა ამ ეპოქაში. გაიხსენე ასევე, რომელი მეფეების მმართველობა უძღოდა წინ თამარის მეფობას. როგორც ხედავთ, უკვე გაკეთებული გვაქვს როგორც მოსწავლის კომპლექსური დავალების აღწერილობა, შესრულებული დავალების აღწერილობა, ასევე გაკეთებულია დასკვნა, მიცემულია კომენტარები, რჩევები და გაკეთებულია კომენტარები. ახლა საჭიროა ეს ყველაფერი გადავიტანოთ Excel-ის ფაილში. რა თქმა უნდა, მე-7 კლასის ფაილი გავხსნათ, მოვძებნოთ ლელა კაკაშვილის შესაბამისი მისი სახელობითი Excel-ის ფაილი, გავხსნათ იგი, მივცეთ ნებართვა გადატანისა. თქვათ ლელა კაკაშვილმა დავალება ჩამოყარა ნოემბერში, ამიტომ მივუთითებ ნოემბერს და გადავიტან მისი დავალების აღწერილობასა და დასკვნას. Copy-paste-ით უკვე გამზადებული მაქვს. აგერ გადავიდა უკვე ჩვენი ეს აღწერილობა და დასკვნა. ახლა გადავიტანოთ შესაბამისი რჩევა, კომენტარი. გადავიტანოთ ესეც copy-paste-ის საშუალებით და უკვე ნოემბერის თვეში ჩვენი მოსწავლე შეფასებული იქნება. დავიმახსოვროთ ეს ყველაფერი, გავთიშოთ, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თითოეულ მოსწავლეზე უნდა გავაკეთოთ შესაბამისი კომენტარები და გადავიტანოთ თითოეულ სახელობით Excel-ის ფაილში. ახლა გადავინაცვლოთ კვლავ ბრაუზერში. მარცხნივ მიაქციეთ ყურადღება 9 წერტილი რომ არის. დავაწყაბუნოთ მასზე. მოვძებნოთ ჩანართი OneDrive, ანუ იზღრუბლოვანი სივრცე, სადაც ჩვენს ფაილებს და საქაღალდებს განვათავსებთ. ასევე მარცხნივ მიაქციეთ ყურადღება Share გაზიარების ჩანართს, ორი გაცვლა ახატია. ეს არის ის ჩანართი, რომელიც ჩვენ გვაცნობს თუ სხვა კოლეგებმა რა დოკუმენტაცია გაგვიზიარეს. დავაწყაბუნოთ მასზე. სწორედ აქ ნახავთ თქვენი სკოლის საქაღალდეს, მაგალითად მოვძებნი მე-9 სკოლის საქაღალდეს, დავაწყაბუნებ მასზე. კვლავ მოვძებნი ერთ საქაღალდეს, რომელიც მიმითითებს მე-7, მე-12 კლასების საქაღალდის არსებობაზე. დავაწყაბუნებ მასზე ასევე. მე-7 კლასი აქ არ არის ატვირთული საქაღალდე შესაბამისი, ამიტომ ზემოთ პლუს ლურჯი ღილაკი რომ არის პლუს new, აი ამ ღილაკის საშუალებით შეგვიძლია შევქმნათ საქაღალდე. დავაწყაბუნოთ მასზე. ფოლდერი, ანუ საქაღალდე მოვნიშნოთ. დავაწეროთ სახელწოდება მე-7 B მაგალითად კლასი და შევქმნათ საქაღალდე.
ჩვენი საქაღალდე შეიქმნა, ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია ავტვირთო მოსწავლეთა ნაშრომები. მოსწავლეთა ნაშრომების ართვირთვა შეგიძლიათ ზედა მენიუში შესაბამისი ღილაკის გამოყენებით. მიაქციეთ ყურადღება, ის არის ზემოთ. სწორედ ამ ღილაკზე დავაც გაბრუნებ, მოვნიშნავ ჩანართს ფაილი, დავაც გაბრუნებ მასზე და ჩემი კომპიუტერის დესკტოპიდან, ანუ ეკრანიდან მოძებნე იმ საქაღალდეს, სადაც მოსწავლეთა ეს შეფასებები მაქვს განთავსებული, აგერ მე-7 კლასი და მივცემ ნებართვას. ბოდიშით გავხსნი მას, მოვძებნი შესაბამის მოსწავლეს, ერთდროულად შეგვიძლია პრინციპში საქაღალდის ატვირთვაც, მაგალითად, ლელა კაკაშვილისათვის დავეთანხმები და აიტვირთა ჩვენი შეფასება მოსწავლისა. ასე ატვირთავთ ყველა მოსწავლის შეფასებას, მაგრამ თუ შეგეშალათ, პრობლემა არ არის. სწორედ მაუსის ამ დოკუმენტზე მიტანით, ახლოს გაჩნდება მარცხნივ რგოლი. დავაც გაბრუნებთ ამ რგოლს, გადაინაცვლებთ ზედა მენიუზე, თუ გამოჩნდა ნაგვის ურნა, უკვე სამწერტილი არ დაგჭირდება, თუ არ გამოჩნდა სამწერტილზე დააც გაბრუნებთ, მოძებნით ნაგვის ურნას და წაშლით ამ თქვენს დოკუმენტს. იმედია, ჩემი რჩევები გამოგადგება